მშვიდობისა კიდევ ერთხელ ხვალ ქართული არქიტექტორების ძირითადი ჯგუფი მუცოს ხეობაში მიემგზავრება მუცო კატასტროფის წინაშე და რამდენიმე ზამთარს თუ გაუძლებს ასეთი ექსპერტების დასკვნა და პროექტი ქართული სახლი, რომელიც ალბათ გახსოვთ შარშანჩატარებული დიზაინის კონკურსით, ახალ პროექტს იწყებს სათაურით ქართული სახლი მუცო. ამ პროექტის ინიციატორები TBC ბანკი და სამშენებლო ფირმა არსი არიან და შესაბამისად პირველ ეტაპზე ის ითვალისწინებს ასე თქვათ აზომვას, ფიქსირებას და რაღაც გარკვეული ტექნიკური მონაცემების შეგროვებას და უკვე შემდეგ ამ პროექტის განსახორციელებლად თანხებს ალბათ საერთაშორისო ორგანიზაციებთან მოიძებენ, რადგან ის საკმაოდ მასშტაბური იქნება. ჩვენი სტუმარი არის პროექტ ქართული სახლის კოორდინატორი ნანა მეფარიშვილი. მშვიდობისა, მადლობა რომ შემოგვიერთით. ასეთი კითხვა ჩდება ბუნებრივად, ჯერ ცხადია, რომ სახელმწიფოს აკუთრება, ასე ვთქვათ, კულტურული მემკვიდრეობა. ამ შემთხვევაში ძეგლთა დაცვის პრეროგატივა არის ალბათ უფრო ზოგადად, ვთქვათ, ასეთი პროექტები. სახელმწიფოს ამის ფული არ აქვს, ძალიან კარგია, რომ ინიციატივა კერძო პირებისგან მოდის და ასე ვთქვათ, ორგანიზაციებისგან. მაგრამ რატომ მაინც მუცოს ხეობა კატასტროფული მდგომარეობის გამო? მე უნდა მოვყვე ხა ისტორია როგორ მოხდა ეს პროექტი, როგორ მოხდა ამ პროექტის იდეა ჩვენთან. იდეა ეკუთვნის არის ესეთი დამოუკიდებელ ექსპერტთა ასოციაცია, ახალგაზრდა ხალხისგან დაკომპლექტებული ჯგუფი არის, რომლებიც ძალიან ხშირად დადიან ლაშქრობებში სხვადასხვა ადგილას. და შარშან იყვნენ ესე მგონი ორკვირიანი ექსპედიცია ჰქონდათ მაგათაც მუცოს ხეობაში. ალბათ მუცოში, იმიტომ რომ ერთ-ერთი ამ ჯგუფის წევრი არის იქიდან წარმოშობით, ეს არის პაატა შეთეკაური, რომლის მშობლები ახაც იქ ცხოვრობენ, ოღონდ მარტო ზაფხულობით, იმიტომ რომ ზამთარში იქ ცხოვრების პირობები არ არის და პაატას იდეა იყო წაყვანა მათი მუცოში. რო ნახეს ეს საოცარი ადგილი, ყველას ერთხმად გაუჩნდა აზრი, რომ რაღაცა უნდა უშველოთ, იმიტომ რომ მართლა ძალიან ცუდ დღეშია, 99 წლის მერე იქ, ასე ვთქვათ, ჯგუფი სპეციალისტების არც ჩასულა და არ უნახავთ, არ დაუფიქსირებთ, არ აუზომიათ და ასე შემდეგ. ამის მერე დაიწერა პატარა პროექტი, რომელიც შევიდა TBC ბანკში, თხოვნით, რომ რაღაცა გრანტი თუ დაფინანსება მოეპოვებინათ TBC ბანკთან. TBC ბანკი ჩვენი ქართული სახლის პროექტის ძალიან დიდი გულშემატკივარია თავიდანვე, დასაწყისიდანვე და მაშინვე დაგვიკავშირდა ჩვენ, რომ აი თქვენი პრეროგატივა, თქვენი სფეროა ზუსტად ეს, რომ აი ქართული არქიტექტურის გადარჩენა, განვითარება და ასე შემდეგ, მოდი გავერთიანდეთ და ერთად გავაკეთოთ ეს პროექტი და ასე მოხდა არსში. მოკლედ ასე ჩამოყალიბდა ამ პროექტის ავტორები და თქო ინიციატორები. თავისთავად ეს ადგილი რას წარმოადგენს? ანუ ეს ნასახლარია, ხო? რამდენიც მე ვიცი და 200 წლის განმავლობაში იქ მუდმივად მაცხოვრებლები აღარ. კი, ეს არის ნასახლარი, ტერასული, ესეთ შეფენილერის მაღალ კოშკზე, თაზე. შეგვიძლია ფოტოებიც ვნახოთ, რომელიც თქვენმა წინმა ექსპედიციამ ჩამოიტანეს. ხო, შეფენილერი არის იქ 30-მდე ციხე-სახლი, საცხოვრებელი სახლის ტიპი იქ არის ძირითადად ციხეები, არის 4 სათვალთვალო და საომარი კოშკი და მოშორებით თვითონ ამ დასახლებული ადგილიდან არის აკლდამები, სადაც უკვე ხალხი. აი რა პერიოდით ათარიღებენ მეცნიერები ამ არქიტექტურას? ზუსტი თარიღი მუცოსი არავინ არ იცის. არის მოსაზრება, რომ ეს ეკუთვნის შუა საუკუნეებს, მაგრამ იქ ნაპოვნია ისეთი ნივთები, რომლებიც უფრო ადრინდელ თარიღზეც მიუთითებენ. არის ძალიან ბევრი ლეგენდა, რომლის მიხედვითაც უფრო ადრეც არის. თქვენ რომელი ლეგენდა მოგწონს ხოლმე? რომელი უფრო პოეტი? იცით რა ლეგენდები არის ძალიან ბევრი და ხა მე რაც ვიცი, რამდენიმეს მოვყვებ, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, რომ აი ექსპედიციის განმავლობაში ჩვენ მოусმენთ იქაურ ხალხს, ან შატილში, ან იქვე მუცოში და რაღაცას ჩავიწერთ, ჩამოვიტანთ და უკვე ხალხს მე მოუყვებით. მე ვიცი, ეგეთი ლეგენდები თვითონ იქაური გვარების შესახებ. არის ორი გვარი, ერთი არის დაიაური, მეორე არის შეთეკაური, შეთეკაური ზოგადად პაატა იქიდან არის. დაიაურების გვარის წარმოშობა უკავშირდება ესეთ ლეგენდას, რომ დაღესტნიდან ჩამოსული ყოებიდან ერთ-ერთ ქალს ერქვა დაია. და ის იყო ორსული და როდესაც გაჩნდა ბავშვი, დედის სახელის მიხედვით დაარქვეს დაიაური. სადაური, ვისი არია სადაურია დაიაური. ამის მერე გაჩნდა გვარი და ეხლაც არის მუცოში მთელი უბანი დაიაურების უბანს ეძახიან. შეთეკაურების გვარზე არის ეგეთი ლეგენდა, რომ 5 ძმა იყვნენ შეთეკაურები. ერთ-ერთი მათგანი იყო კოჭლი და ამის გამო მას ეძახდნენ ჩოლოხას. და მათ ააშენეს თავიანთი გვარის ციხე. მათ ასეთი გვარი უბნის გვარის უბანია და უბანში დგას ესეთი
ციხე. ეხლაც არის ეს ციხე შემორჩენილი, ოდნავ გადახრილია და უკვე ჩამონგრეულია ზოგი ეძახის შეთეკაურების ციხეს, ზოგი ეძახის ჩოლოხას ციხეს. როცა გამოვიდეს გადახრილი, ძმები გაუბრაზდნენ ჩოლოხას, რომ ეს შენი ბრალიაო და გააგდეს გვარიდან და შესაბამისად მუცოდანაც მერე წავიდა ჩოლოხა, გადასახლდა კახეთში და იქ ერთ-ერთ მემამულეს დაუდგა ყმად, ასე ვთქვათ. 9 თუ 12 წელი ემსახურა მემამულეს და მერე სამსახურის მერე ჯამაგირაც თხოვა ერთი ჯორი მომეციო, იმიტომ რომ თაში მე აქაური მაინც არაფერი არ გამომადგებოდა. იქნებ ერთი ჯორი მომწეო, ნუ მემამულემ მისცა რა თქმა უნდა და დამშვიდობების მერე ჩოლოხა შეჯდა არა წაღმა, ანუ სახით გზისკენ, არამედ უკუღმა. და ისე წამოვიდა. ნუ მემამულე გაბრაზდა რომ ეგეთი რა გაწყენინეო, რომ ესე უკუღმა მიდიხარო და ესეთი რაღაცა უთხრა ჩოლოხამ, რომ მეო იმდენი ხანი მემსახური ამ მიწასო, რომ ზურგს ვერ შევაქცევ, ანუ სანამ ჩანს უნდა ვუყურო. ну ესეთი ნათქვამი ახლა მეც ძალიან მომწონს მემამულესაც მოეწონა და აჩუქა თავისი მამულებიდან პატარა მიწის ნაკვეთი. ამის მერე ჩოლოხა დასახლდაო კახეთში ამბობენ და აქედან მოდის გვარი ჩოლოხაშვილები, მერე უკვე ჩოლოყაშვილები. და უკვე ეგეთი საინტერესო ისტორია აქვს. ძალიან საინტერესო ისტორია, ცხადია ეთნოგრაფიული რაღაც შედეგებიც ექნება დარწმუნებული ვარ. ძალიან საინტერესო ამ ექსპედიციას. რა საბოლოო ჯამში თქვა ეხლა ეს პირველი ექსპედიცია ცხადია რომ აზომებს ფიქსაციას უკავშირდება, იმიტომ რომ აზომები თქვენ აღნიშნეთ რომ 99 წლის შემდეგ არ მომხდარა, იქ მხოლოდ ნაწილი აიზომა ამ ნაგებობებისა. საბოლოო ჯამში რა უნდა იყოს იქ, ანუ აი ამ პროექტის საბოლოო მიზანი რა არის? საბოლოო მიზანი გვაქვს ძალიან ისეთი დიდი და ალბათ დიადი ხო და ალბათ დიდი ხანი დაჭირდება ამის მიღწევას, მაგრამ ჩვენ გვინდა რომ ეს ისეთი ადგილია და ამისი დაანგრევა დაკარგვა იმდენად არ შეიძლება რომ გვინდა რომ ბოლომდე მივყვეთ ამ იმას დასახულ მიზანს და როგორმე მერე მოხდეს ამისი ჯერ დაკონსერვება, მერე უკვე რეკონსტრუქცია და ჩაჯდეს სამარშრუტო ხაზში, მიებას ასე ვთქვათ, შატილს და ტურისტულ მარშრუტში ჩაჯდეს. ეს არის ჩვენი დიადი და საბოლოო მიზანი. ეხლა არის ის იმის გამო, რომ იქ პირობები ძალიან ძიმეა, ხო? ეხლა პირობები არის ძალიან ძიმე, იქ დასარჩენი ადგილი არ არის, ну აი ჩვენც რომ მივიდივართ ახლა მთელი ექსპედიცია კარვების და ეს საველე პირობებში მოგვიწევს ცხოვრება, ну გასაჩერებელი ადგილი არ არის, კომუნიკაციები არ არის, იმ დონეზეც კი რაც მთას შეეფერება და მოკლედ გადახურული ადგილი არ არის, ну ციხეებშიც არის გადახურული ციხეები, მაგრამ იქ ცხოვრება არ შეიძლება. რამდენადაც მე ვიცი, ну გარდა პროფესიონალებისა, ასე ვთქვათ, არ მიყვარს ეს საზოგადო მოღვაწეების, რაღაც გარკვეული ჯგუფიც მოყვებათ, ჟურნალისტებიც, ის ის უფრო რომანტიკული გახდეს, ლაშქრობა. ჩვენ რომ ნახეთ ეს ადგილი, ძალიან გვინდოდა რომ ბევრი ხალხისთვის გვეთქვა და წაგვეყვანა, მაგრამ იქ გაჩნდა ერთი პრობლემა, რომ არ არის, ასე ვთქვათ, სწორი ადგილი, სადაც კაროები გაიშლება. ამიტომ შემოვიფარგლეთ ამ 18 კაციანი ძირითადი პროფესიონალების ჯგუფით, რომლებიც მივდივართ. მერე უკვე მეგობარი ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებით თუ ჟურნალისტებისთვის კიდევ ვიპოვოთ რაღაცა ადგილი, რომ ისინი წამოვიყვანოთ და ვაჩვენოთ და ანუ მარტო ჩვენთვის არ გვემეტება, ასე ვთქვათ, იქ საქმეს გაკეთდება და ჩვენ საქმეს გავაკეთებთ, მაგრამ იმისთვის რომ ხალხმა ნახოს და მუცოს მოხდეს პოპულარიზაცია, რაღაცნაირად ხალხმა გაიგოს. მე პირადად ვიცოდი რომ შატილი იყო, მაგრამ ხო, მოდაში რომ შემოვიდეს. შატილი რომ არსებობს ვიცოდი, მაგრამ მუცოს შესახებ არაფერი არ ვიცოდი, სანამ არ მოვიდა ეს პროექტი ჩვენამდე. ასე რომ მინდა რომ გვინდა რომ ბევრმა ხალხმა გაიგოს და აიტაცოს და რაღაცა მართლა გახდეს მოდური. და კიდევ ერთი არ შემიძლია არ გკითხოთ ქართული სახლის, თავად ქართული სახლის პროექტის შესახებ. პირველი საპრიზო ადგილი ეს იყო შენობა, მართლაც უზადო ვთქვი ასე. პრაქტიკული გამოყენება თუ ანუ რისკი თუ ამ კონკურსმა თუ გამოიწვია დაინტერესება ბაზარზე, ანუ ფარებლებში. თუ გაჩნდა თქვა ან შენობის დამკვეთი, ან ავეჯის, ან რამე სხვა. ავეჯის სამკვეთები გაჩნდნენ. ძალიან გვიხარია კი ქართველები გაჩნდნენ. სერიულ წარმოებაზე ჯერჯერობით გვინდა ძალიან, მაგრამ არ გამოჩენილა არავინ ესეთი და აი ამ პირველ პრემიას რაც შეეხება ეს საცხოვრებელი სახლი, რომელიც მე ვფიქრობ, რომ თავისუფლად შეიძლება რომ იყოს რამე უფრო დიდი მასშტაბის თქვა მუზეუმი ან რაღაცა ესეთი. დიდი შანსია რესტორანი იყოს, იმიტომ რომ სწორედ ამ სფეროში იდება ყველაზე დიდი ფული. მაგას ჯერჯერობით ამკვეთი არ გამოჩენია სამწუხაროდ. მაგრამ იმედი გვაქვს, რომ მოდაში როცა შემოვა ეს მთლიანად ქართული არქიტექტურა, ამასაც ეყოლება. თუმცა ამ კონკრეტულ პროექტს არა, მაგრამ საერთოდ მაგითი დაიწყო ქართული სახლი, რომ ჩვენთან მოვიდა დამკვეთი და გითხრა რომ მე ქართული სახლი მინდა
ავაშენო იმერეთში საეზოვე ქონდა და ეს იყო 2 წლის წინ და იქიდან უკვე დაიბადა მე რომ აი არსებობს თურმე კაცი ვისაც უნდა ცხოვრება ქართულ სახლში. არა, ჩვენ ყველას გვინდა ცხოვრება დაგვერწმუნეთ, მაგრამ ეს საკმაოდ ძვირი სიამოვნება. ყველას ხელმისაწვდომი ნახევარ. არც ისე ძვირი, აი როგორც ვთქვათ, ევრორემონტი და რაღაცა ის თანამედროვე რაც ახლა შენდება და რაც ახლა ხდება, უბრალოდ გემოვნების უნდა გაკეთება და ვფიქრობ, რომ შეიძლება და კიდევ ერთი ვით რაღაც ცვლილებები შეგაქვთ კონკურსში, რომელიც უკვე ოქტომბერში გამოცხადება, მეორე დიზაინის მეორე კონკურსი ქართული სახლი, რა ცვლილებები იქნება და რას ველოდოთ? ბევრს საინტერესებს, ბევრი გვეკითხება უკვე რა, როდის იქნება და როგორი იქნება. ჩვენ გვინდა რომ შარშანდლისგან განსხვავებით შარშანი იყო ერთი ქუდის ქვეშ, ანუ ერქვა ქართული დიზაინი და ყველა შეეძლო მონაწილეობის მიღება, ვთქვათ, იგივე ინტერიერის პროექტს, სამკაულის ავეჯის და ასე შემდეგ ერთი ქუდის ქვეშ. ცოტა გაგვიჭირდა ჟიურის წევრებს არჩევა გამარჯვებულის, ბუნებრივი რთული ხა სახსა და სამკაულს შორის გააკეთო არჩევანი, ხო? ორივე რო ძალიან კარგი იყოს, მაინც გაგიჭირდება. წელს გვინდა რომ გავაკეთოთ ესე დაკლასიფიკაცია თუ დავყოთ მოკლედ სხვადასხვა იმითი, იყოს ცალკე ინტერიერი, ცალკე ავეჯის დიზაინი, ცალკე სამკაული, ცალკე ტანსაცმლის დიზაინი და აი ესეთი დაყოფილი იქნება და გაგვიმარტივდება ჩვენს და რა თქმა უნდა მონაწილეებსაც უფრო კონკრეტული მოთხოვნა იქნება ჟიურის წევრებს. დიდი მადლობა ნანა მეფარიშვილი იყო ჩვენი სტუმარი, პროექტ ქართული სახლის కోორდინატორი. მადლობთ რომ შემოგვერთით წარმატებულ ექსპედიციას გისურვებთ რა თქმა უნდა 11-ში ჯგუფი დაბრუნდება და შესაბამისად რეპორტაჟსაც იხილავთ. დაგვალოდეთ რეკლამის შემდეგ ჩვენ სხვა თემებით დავბრუნდებით.